რა არის სინდისი, როგორ ვიცნოთ, სინდისია თუ უხსენებელი გვატყუებს. სინდისის უამრავი განმარტება არსებობს, მე მაქვს ჩემეული განმარტება. ადამიანი იმით განსხვავდება ცხოველისაგან, რომ მას აქვს შემეცნების უნარი. ადამიანის შემეცნების უნარი არ შემოიფარგლება მარტო ინტელექტუალური შემეცნებით. აი მაგალითად ვან გოგის ნახატს რო უყურებ, რომელსაც ეს ბევრი აჩხა-ბაჩხა ისინი აქვს ისინი რა ქვია და მოგწონს აღთოვანებული ხარ, ლოგიკურად ვერ ხვდები, რატო უნდა მომწონდეს ვან გოგი. როცა ეს რაღაც ესეთი რაღაც მონასმები აქვს. მაგრამ ნახეთ არსებობს ლოგიკური შემეცნების უნარი, არსებობს მშვენიერების შემეცნების უნარი, არსებობს ზნეობრივი კანონის შემეცნების უნარი. რა არის სწორი და რა არ არის სწორი. და აი თუ ინტელექტუალური შემეცნება მჭირდება სამყაროს კანონების შესამეცნებლად, სიგრძე, სიგანე, სიმძიმე, ცხელია, ცივია, გესმით, ბიზნეს კანონია, ურთიერთობებია, თუ სხვა უნარი, რომელიც მე შიგნით მაქვს, მჭირდება იმისათვის, რომ მშვენიერება შევიმეცნო, რა არის ლამაზი და რა არის უშნო. გესმით, ეს ასევე არსებობს ზნეობრივი კანონის შემეცნების უნარი, რომელიც ცხოველს არ აქვს, ხო? ანუ რა არის სწორი და რა არ არის სწორი, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. შემეცნების უნარის იმ ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია ზნეობრივი კანონის შეაფასოს, ზნეობრივი კანონის მიხედვით შეაფასოს მოვლენა, ამ უნარს ეწოდება, ამ ინსტრუმენტს ეწოდება სინდისი. ოღონდ აქ ერთი ნიუანსია. ისე როგორც ხელოვნებაში გემოვნებას სჭირდება აღზრდა, ისე როგორც თქვათ სამყაროს შემეცნებას ინტელექტუალურ სჭირდება განათლება, ასევე ზნეობრივი კანონის მიხედვით რაღაც მოვლენის შეფასებას ჭირდება შესაბამისი ზნეობრივი კულტურა, რომელზეც არის აწყობილი სინდისი. მაგალითად ჩვენ ამერიკაში ვიმყოფებით და 250 წლის წინ იყო აქ 10 ცეკების ტომი და მაიას ტომი. მელ გიბსონის ფილმი თუ გენახიათ აპოკალიფტო, ყველა მიცით როგორ არსებობდა. ეს მაქსიმუმ სადაც მიაღწია ცივილიზაციამ ამერიკის კონტინენტზე, იმ მაქსიმუმში იყო საშინელება ყოველდღე ადამიანებს ცოცხლად აგლიჯავდნენ გულს. და სინდისი არ უტოქტებოდათ. სინდისი არ აწუხებდათ. ეხლა თქვათ რომ ისინი კაცო ველურები იყვნენ, გაგახსენებთ უფრო სხვა რამეს ახლოს. საბჭოთა კავშირის დროს, კერძოდ საქართველოში, პატიოსნება, ზნეობრივი მდგომარეობა ქალისა საკმაოდ მაღალი იყო. ქალები როგორც წესი პატიოსნად ცხოვრობდნენ, ქმერებს არ ღალატობდნენ, შვილებს სდიდნენ, ოჯახს ემსახურებოდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ ამისგან მიუხედავად მათი უდიდესი უმრავლესობა მუცელში ხოცავდა ბავშვებს, ისე რომ სინდისი არ უტოկდებოდათ. იმიტომ რომ მათი სინდისი, როგორც მაიას ტომის და აცეკების ტომის სინდისი იყო, გარკვეულ კულტურულ, ესე იგი, ღირებულებებზე აწყობილი. იქ და აქ. ამიტომ სინდისი არის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს რა არის სწორი და რა არ არის სწორი, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, ოღონდ ის სწორად მუშაობს მაშინ, როდესაც სწორ ფასეულობათა იერარქიაზეა, სწორ ღირებულებებზე აწყობილი. და იმისათვის რომ სინდისმა იმუშაოს და არ მოგვატყილოს უხსენებელმა, ჩვენ უნდა გქონდეს სწორი ღირებულებათა სისტემა, რომელიც მოგვიტანა განკაცებულმა ღმერთმა და დაგვიდო წმინდა წერილში. ამიტომ ყველას გაქვთ ეს ორიენტირი წმინდა წერილში. წმინდა წერილი, ანუ ახალი აღთქმის წიგნები, 4 სახარება და მოციქულთა წერილები, მათ შორის პავლე მოციქულის წერილები არის Google მაპი. მიზანი გაქვს ქრისტესადმი მსგავსება და შეგი ჩართავ და მიდიხარ. გადაუხვევ ყვირის, არა, გადაუხვი აქეთ, გაასწორე. ვინც მუდამ წმინდა წერილში იყურება, მისი სინდისი იწყებს სწორად მუშაობას. პლუს ემატება მადლი, რომელიც შენ გულში შემოდის და შესაბამისად უკვე შენი სინდისი ხდება უცდომელი.